1 აპრილიდან საქართველოში 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იგრძელება. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მისი ინფორმაციით, მეორადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მნიშვნელოვანი ზრდა უპირველეს ყოვლისა ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოსისტემას უქმნის საფრთხეს, რამაც საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა განაპირობა. 2012 წელს ქვეყანაში 864,000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. წლევანდელი მონაცემებით კი 2 მილიონს გადააჭარბა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პარლამენტმა პირველივე მოსმენით მხარი დაუჭირა და 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა საქართველოში აიგრძელება. საკითხს გურჯანელი რესპონდენტები აფასებენ. ძალიან მომწონს ისა რომ 6 წელზე ზევით მანქანების შემოყვანა იგრძელება. მართალია აქ ადგილზე ეს მანქანები გაძვირდება, მაგრამ ჭაბა ქოდებაზე კიდია, ხო? ეგრე უნდა იყოს. ძალიან სწორია. თბილისი რო თბილისი იყოს 1,5 მილიონი მცხოვრები. 1,300,000 მანქანა რო ევლის. იქ ვინ უნდა გაიხაროს? ეს ამოტელა ევროპის ხლამი რო შემოყარეს აქ. აბა გახედი, მანქანას გააჩერებ გასად მე. ეს ჰაერის დაბინძურება, მცენარეების გაუბედურება, ამოტელა ონკოლოგიური დაავადებების მომატება. კარგია ხალხო ფული ქონე. გაჭირვება რო არ იყო. ახალი მანქანა სიوار ვინ იტყვის? არ ამგონია ვინ მოარტყა. ძველი მანქანები ამოა თავისთავა და ტრასა განთავისუფლება. თავისუფლად ივლიან, ვისაც ახალი მანქანა აქვს. დაბრკოლება აღარ ექნება. რო აღარ შემოძველი მანქანა. ძალიან კარგია, აი ამოტელა მანქანები არის, კაცო, ვაიმე. სად იყო, ჩემ დროს სად იყო? გზაზე ვიდექი და ველოდები როგორმე ბორტავი მანქანას გემევლო და გურჯანში წამოსულიყავ. ეხლა არეული ამოტელა მანქანები. შემოვიდეს. ეს ძველი მანქანებს უფრო არ აღიძლებენ და ისა. აი ახლა იმდენი ახალი მანქანები გაიშალა, იმდენიო, იტყვი, აიო, ვინ აიდანო, კაცო. აი სხვა. რა ბევრი. იყიდეს, ისაც უნდა იყიდეს.